ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა გრძელდება, საქმეში ისევ სოლიდუსია ჩართული. კომპანიის მფლობელმა ფორმულას დაუდასტურა, რომ ენგურის ხიდის გავლით მან დამატებით კიდევ შეიტანა 200 ტონამდე ბენზინი. სად მიდის ეს საწვავი და ხმარდება თუ არა ის რუსეთის ომის მანქანას? მესამე დღეა ქართული ოცნება განმარტებებს არ აკეთებს. არადა კომპანია სწორედ ოლიგარქის პარტიის ნებართვით მოქმედებს, თუმცა ეს შესაძლოა მიწოდების ერთადერთ მარშრუტად არც დარჩეს და სახმელეთო გზას საზღვაოც დაემატოს. ეჭვს ამაზე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადება აჩენს. სალომე ლაბაძე მუშაობს ამ თემაზე ბოლო დღეებია და ახალი დეტალები სწორედ მან გაარკვია. სალომე, გისმენთ. Ეხწორედ ბადრა გუმბა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ საწვავის მიღებას გარდა იმისა, რომ მას ოკუპირებულ აფხაზეთში იღებენ რუსეთიდან, შეეცდებიან სხვა ქვეყნებიდანაც, მათ შორის საზღვაო გზით და ამისთვის ნაბიჯებს უკვე დგამენ კიდეც. ამ ნაწილში საყურადღებოა, რომ ბადრა გუმბას და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთზე ვკითხულობთ, არ უხსენებია საქართველო, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ივანიშვილის პარტია საზღვაო გზითაც დაეთანხმოს ოკუპირებულ რეგიონში საწვავის შეტანას, თუ გავითვალისწინებთ ამ პარტიის პოზიციას კომპანია სოლიდუსის საქმიანობის შესახებ. სოლიდუსი კი არის სწორედ ის კომპანია, რომელსაც ისიც რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შეაქვს საწვავის სახმელეთო გზით, ანუ ენგურის ხიდის გავლით. და ეს არ ყოფილა ერთჯერადი აქტი, არამედ ეს პროცესი გრძელდება და როგორც ამას გიორგი არველაძე ამბობს, გაგრძელდება კიდეც იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს შესაბამისი დაკვეთა აფხაზური მხარის მხრიდან. სწორედ ამ ნაწილში იქცევს ყურადღებას ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ გუშინ ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 30 ბენზინმზიდით გადაიტანეს საწვავი. ჩვენ სწორედ ამის შემდეგ დავუკავშირდით გიორგი არველაძეს, რომელიც კომპანია სოლიდუსის მფლობელია და სცადეთ მასთან ამ ინფორმაციის გადამოწმება. პასუხად კი გიორგი არველაძე ამბობს, რომ წუხელ ისევ შეიტანეს ოკუპირებულ აფხაზეთში მათ საწვავი, თუმცა გვარამიას მიერ დასახელებული რაოდენობა რეალობას მისი განმარტებით არ შეესაბამება. როგორც ამას ჩვენთან საუბრისას აზუსტებს გიორგი არველაძე, ენგურის ხიდის გავლით გუშინ ოკუპირებულ რეგიონში გადაადგილდებოდა მხოლოდ 6 ტონა ბენზინმზიდი, მათგან თითოეული დაახლოებით 30 ტონას იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონში კიდევ გუშინ დამატებით 180 ტონა საწვავი შევიდა. ამასთან როგორც გითხარით, გიორგი არველაძე ამბობს, რომ ის აპირებს ამ პროცესის გაგრძელებას იმ დრომდე, ვიდრე აფხაზეთში იქნება კრიზისი და ვიდრე იარსებებს დაკვეთა იმისა, რომ საქართველოდან ოკუპირებულ რეგიონში საწვავი შეიტანა. მათემატიკა არის ყველაზე ჭეშმარიტი მეცნიერება. გაზ ენგურის ხიდთან და დათვალად იმავეს გადაიღო და აპრეხვა 30. პროცესა დაურეკეთ და კითხეთ და რამდენზე გაამრავლეთქო რა. 5-იანზე გაამრავლა. 5-იანი ხო უყვარს მაგას. კი ბატონო, ანუ შეიტანეს სულ 6 მანქანა? ხო, ესე იგი 30 გაყავი, 5-ზე არის 6, ხო? კი ბატონო, და აპირებთ ასე გაგრძელებას, როგორც ხვდები, ხო? იმ დრომდე, ვიდრე როდეს მე დავმალე, რომ არ ვაპირებ ამის გაგრძელებას. სულ სანამ ჩემი აფხაზი მეგობრები მეთქვია, რომ გიო გჭირდები, ეს იმუშავებს. ეს ისევ რეპსოლის საწვავია? განსხვავებით ყველაფერი იგივეა. თქვენ რამე გეგმა გაქვთ გაწერილი, თქვათ რა დროში რა რაოდენობა უნდა შეიტანოთ, თუ დამოკიდებული ხართ აი ბაზრის მოთხოვნაზე? მე რა გეგმა გითხარი, ჩემი პარტნიორები არიან აფხაზები, რამდენსაც თხოვენ იმდეს მივას. დასამცირების საფრთხის წინაშე ხომ არ დგარხართ, როგორ ფიქრობთ? რატო? საუბარი არის იმის შესახებ, რომ როსნეფტია ის კომპანია, რომელიც აკონტროლებს აფხაზეთში ამ სადგურების დიდ ნაწილს და თქვენ მასთან თუ არ თანამშრომლობთ, აბა ვისთან თანამშრომლობთ, გითხარით მაშინ бატონო გიორგი. იმუშავეთ და მიხვდებით ვის არ თანამშრომლობთ. დარეკეთ ეს არის კავშირი მოსახლეობასთან გეტყვიებასთან თანამშრომლობთ. К традиционным поставкам из Российской Федерации. რუსეთიდან საწვავის მიღების პარალელურად დაიწყეთ შემოტანა ალტერნატიული წყაროებიდან. სამწუხაროდ შესასყიდი ფასი მაღალია და შეუძლებელია ეს არ აისახოს ფასზე ბენზინგასამართ სადგურებში. ამ საწვავის ფასი 1 ლიტრზე იქნება 110 რუბლი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ შემთხვევაში კომპანიები არ მუშაობენ მოგებაზე. ამ ძალიან რთულ ვითარებაში უმთავრესია ბაზრის უზრუნველყოფა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც გაგებთ ხვდებიან არსებულ კრიზისს.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, როგორც გიორგი არველაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, გუშინ ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში მან კიდევ 6 საწვავ მზიდით შეიტანა ბენზინი, თითოეული მათგანი იტევდა 30 ტონას, რაც იმას ნიშნავს, რომ გუშინ ოკუპირებულ რეგიონში გამოდის, რომ შეიტანეს დამატებით 180 ტონა საწვავი და ეს რიცხვი, როგორც ამას გიორგი არველაძე ამბობს, არ შეესაბამება იმ რაოდენობას ბენზინმზიდებისას, რომელსაც საკუთარ პოსტში აღნიშნავდა სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია. თუმცა ეს პროცესი გრძელდება და გიორგი არველაძე ამბობს, რომ ამის გაკეთებას აპირებს მომავალშიც იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს აფხაზური მხარის მხრიდან ამასთან დაკავშირებით მოთხოვნა. ქართული ოცნებაკი, როგორც უკვე აღინიშნა, მესამე დღე ამ თემასთან დაკავშირებით დუმს ირაკლი კობახიძემ თავიდანვე თქვა, რომ საწვავის შეტანა ოკუპირებულ რეგიონში არის კერძო ბიზნესის ინიციატივა და ის შეესაბამება ოკუპაციის შესახებ კანონს, არ არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს, გვიმტკიცებს ამას ქართული ოცნება, თუმცა განსხვავებულია კრიტიკოსების, სფერო სპეციალისტების შეფასება. ჩვენ მაგალითად ვესაუბრეთ მალხაზ პატარაიას, რომელიც აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ საწვავის შეტანა განხორციელდეს ოკუპირებულ რეგიონში, საჭიროა კონკრეტული სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი თანხმობის არსებობა, მათ დადებითი რეკომენდაცია უნდა გასცენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებოდა სოლიდუს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა ის დგამს და რომლის გაკეთებასაც მომავალში აპირებს და ამასთან, როგორც ამას საგადასახადო კოდექსი განმარტავს, მალხაზ პატარაია აღნიშნავს, რომ საწვავის შეტანა საერთოდ არ არის დასაშვები ოკუპირებულ რეგიონში, რადგან საგადასახადო კოდექსის მიხედვით ოკუპირებულ რეგიონში შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საქონლის, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოშობილი ან აქ წარმოებული საქონლის შეტანა. გიორგი არველაძე კი ამბობს, რომ მან საწვავი შეიძინა ნავთობიმპორტიორი კომპანიისგან, საუბარი ამ შემთხვევაში არის Repsolზე. ის ბენზინი, რომელიც იქნა გატანილი აფხაზეთში, ძალიან საეჭვოა, რომ იყოს საქართველოში წარმოშობილი ან საქართველოში წარმოებული, ყოველ შემთხვევაში იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომ შესყიდული იქნა რომელიღაც შემომტანი კომპანიის მიერ. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა, უნდა არსებობდეს სახელმწიფო უწყებების, სხვა სახელმწიფო უწყებების დასკვნები. ეს არის ფინანსთა სამინისტროს, შერიგების სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნები. შემდეგ მთელი ეს დოკუმენტაცია გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტრო ყველაფერ ამას გადასცემს მთავრობას. აი ეს არის ის რთული საგამონაკლისო პროცედურა და როდესაც ეხლა გატანილი იქნა საწვავი, ამ ყველა უწყებას უნდა გაეცა თანხმობა. გარდა ამისა, დასკვნა უნდა გაეცა. გარდა ამისა, უნდა დასაბუთებული იყოს წინასწარ, რატომ შედის ეს საწვავი, საიდან მოდის და რატო შედის. ასეთი პროცედურა კი რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, კომპანია სოლიდუს არ გაუვლია, რაც სპეციალისტების განმარტებით ნიშნავს კანონის დარღვევას, როგორც საგადასახადო კოდექსის, ასევე ოკუპაციის შესახებ კანონების დარღვევას. კიდევ ერთი ეჭვი კი არის საერთაშორისო სანქციების წესის დარღვევაზეც, რადგან ცნობილია, რომ აფხაზეთში საწვავის ბაზრის დიდ ნაწილს აკონტროლებს რუსული სანქცირებული კომპანია როსნეფტი. ჩვენთვის კი ამ დრომდე არ არის დაზუსტებით ცნობილი, მას ჩაბარდა საქართველოსთან შეტანილი საწვავი, თუ რომელიმე სხვა კომპანიის ხელში აღმოჩნდა მიმღები კომპანიის სახელს, კომპანია სოლიდუსის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას არ ამხელს, მან თქვა მხოლოდ მისგან შეიწყიდა ეს საწვავი და გითხრა, რომ ეს არის კომპანია Repsol, რომელიც Connect-ის ავტოგასამართის სადგურების ქსელითაა წარმოდგენილი საქართველოში.